მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. ესე იგი, მინდა დავაკომენტარო სიტუაცია, რომელიც საქართველოში მოხდა. ანუ სხვაგან ეს პრეცედენტი არ გამიგია და არც მიზებნია და ნახდად ვამბობ, რომ ალბათ ფანტაზია არ მაქვს მე იმ დონეზე გაღებული, რომ აი მაგალითად ძროხას ქათმის კლინტით, ანუ იმაში რაციონში აჭმევენ ამას, აი რაღაც ესეთი რაღაცა არ გამჩენია რა და უყურე სიუჟეტს ბატონო, სადაც ბიზნესმენი პაპაშვილი არის ესეთი, რომელიც მე ადამიანი ტაძარში მინახია ბატონო ეს ადამიანი. პირადად არ ვიცნობ, მასზე პირადულად არაფერი არ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ადამიანს არ ვიცნობ. ერთადერთი ის ვიცი, რომ ხო ეკლესიის წრეში, ასევე ბუდბის მონასტერშიც ბატონო, ძალიან მიღებული პიროვნება არის, ოღონდ მიღებულია, იმიტომ რომ აქ ფული. ანუ ამაზე ხაზი გაუსვათ ესე. ან ისე პასტა და ფურცელი არა იყოთ. ქვეცნობიერში აი ესე ხაზი გაუსვათ, რომ ამ ადამიანს აქ ფული და იმიტომ არის მიღებული ეკლესიაში და არა იმიტომ რომ რაღაც ქრისტიანულ საფეხურებზე ისე მაღლა ავიდა, რომ მაგალითად თუ თქვათ იოანე ოქროპირის და თეოფილახტე ბულგარელის შემდეგ და კიდე კირილე ალექსანდრიელის შემდეგ ახალი სახარების განმარტებას მოგცემს ან რომელიმე მაგალითად დაუждომელს დაგვიწერს. მაგალითად, თქვათ. არა, ეს გამოვრიცხოთ ეს ფაქტები. პიროვნულად მე ამ ადამიანზე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ ტყუილი რომ დავაფიქსირე, აი ის მინდა რომ თქვა რა და ნახეთ ვიდეო და მე გავაგზავნე. და მე გთავაზობ რომ შემდეგი კვების რაციონზე არ გვისაუბრებ. შემდეგი ჩამოსვლა და ღიაკარის დღე სწორედ გამოაცხადა პარლის ბაგამ ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის მინდა რომ აუცილებლად შენც იყო და ჩამოვიდეს სპექტრი ჟურნალისტების ასევე. უკვე ღია, იმიტომ რომ გუშინდელი ინტერვიუდან არა, ის ფორმულაზე ფორმულასთვის არ არის. მაშინ როგორი ღია ეს? ყოველთვის დაკეტილია, ყველასთვის ფერმა არ არის ღია სოფლიოში არსად. ოკეი, მიზნობრივი აუდიტორიისთვის არის ღია, სწორად წერია ჩვენ პრეს-რელიზში. თუ ჩემთვის ღია, ალბათ სხვა მედიისთვისაც ღია უნდა იყოს. რა თქმა უნდა ღია აღონ წინასწარი ტყუილი რა შემდგომარეობს, იცით? მთელ სოფლიოშიო დაკეტილია ფერმებიო რა. ანუ ეხლა თუ მაგალითად კარანტინი არის გამოცხადებული, რა თქმა უნდა, დაკეტილი იქნება. კარანტინი ცხადდება ალბათ იმიტომ, რომ იქ რაღაცა მოხდა, დავადებული ცხოველი არის ბატონო, ან რაღაც კურდღელობის პროცესი მიდის. ან მაგალითად ვიღაცამ ცხენი გამოაგდო, თქვათ, რესტორნიდან და ვიღაცის სახონელი დადის რესტორანში და იქ შეჭამა რაღაცა და ეს თემა იცით თქვენ კარგად როგორ ხდება. მაგრამ ესე იგი ევროპას ხომ სოფლიოს ნაწილი არის ბატონო, ხო? აი რამოდენიმე ფერმაში ბატონო, რომელსაც თავისი საწარმოა გახსნილი, ნებისმიერ დღეს, მაგალითად, კვირის და ორშაბათის გარდა, თქვათ, არის ესეთი ფერმები, რომლებიც კვირა და ორშაბათის დროს დაკეტილი არის. ისვენებს ადამიანი რა, ალბათ, მთელი კვირა, თქვათ, სტუმრების მიღებით და მუშაობით და ასე შემდეგ, უნდა დაისვენოს. ეს არ არის პრობლემა. ევროპა რახან არის სოფლიოს ნაწილი, აქ ფერმაში მაგალითად ეხა არ მინდა უბრალოდ ჩემი სახლიდან არის შორს. რომ ეხა ამ ვიდეოს ჩაკირკიტებით და იმით რომ არ გამოვეკიდო რომ აბა სად არის ფერმა დაკეტილი, ხო? აი მაგალითად ერთ დღეს, როდესაც მომიწევს ფერმაში წასვლა, იმიტომ რომ იქ რაღაც ხორცი, ის მაღაზიაში იყიდება ბატონო, მაგრამ აი თუ მინდა რომ ფერმის ვიყიდო მაგალითად, ხო? აი იქ რომ წავალ, გადავიღებ და განახვეთ ბატონო, რომ ადამიანთან მივალ, სპეციალურად ავარჩევ ისეთ ადამიანს, რომელმაც მაგალითად ინგლისური ზის ბატონო დაველაპარაკებ და ვეტყვი მაგალითად რომ აი ვის შეუძლია ბატონო თქვენს ფერმაში რომ მოვიდეს თქვათ აი როგორ ნახოს რომ როგორ აჭმევთ როგორ უვლიან რა ხდება სისუფთავე არის არ არის სისუფთავე და რაღაცა ხო იმას არ ვამბობ ხა რომ რაღაც მონიტორინგი ჩატარდეს და მივარდეს კამერები და ისინი არა აი მე ვამბობ ისე უბრალოდ მე მაგალითად ჩემს მეგობრებთან ერთად მუშაობდი ფერმაში რემონტს ვაკეთებდით ბატონო რაღაცა საცხოვრებელი ადგილი ადამიანის რომელიც თქვათ იქ ცხოვრობდა იყო გასარემონტებელი რა ნესტისგან და იმისგან ინგრეოდა და ხელთავიდან დავიწყეთ ბატონო აშენება მივდექით რაღაცა და აი გავმართეთ რა ეს სახლი მადლობა ღმერთს და თან კიდე ისე რა თვითონ იქ უფროსი ვინც იყო ეს ადამიანი იმ ფერმის ძალიან კარგი და თბილი ადამიანი იყო რა ეხლა რწმენით რა რწმენის იყო მე არ ვიცი მაგრამ წესიერი ადამიანი იყო ეხლა მე რწმენით არ უყურებ ადამიანს და ესე იგი ესეთ რაღაცას ვეუბნები რომ აი როდის შეიძლება მეთქი აი ფერმა რო ნახო თქვათ რაღაცა რა და აი შევხედო როგორ აი ცხოველები მაგალითად აი როგორ თან კიდე ყველაზე მთავარი რაც ვიგზენი უბრალოდ რა
იმდენად სისუფთავე იყო იმ ფერმაში, სადაც ვიყავი, რომ არ იგრძნობოდა მაგალითად, ხო აი ნაკლის სუნი თქვათ მაგალითად, არ იგრძნობოდა. შევედით ბატონო დავათვალიერეთ, ნახეთ, ამ კაცს ესე იგი ზროხა ყავდა ბატონო, ქათამი ის და თან კიდე ყველაზე მთავარი რა არის, რომ ერთი 5 სახეობის ცხოველი ყავდა ბატონო ამ კაც ფერმაში და არც ერთ იმაში, რა ქვია, საკვებ თქვათ იმაში ყუთში, თქვათ იქ რაც დევს იმათთვის. ბიჭო, ქათმის კლინტი არსად არიდო იქ. რა ვიცი ეხა, ესენი თუ საქართველოს თუ უფრო მეტად განვითარებული არის, მე არ მესმის, მაგრამ იქ მსგავსი რაღაცა მე არ მინახია რა და ასევე ვნახე ბატონო ცისტერნები, რომლებიც იდგა, სადაც საჭმელები არის, ყველა ცხოველისთვის გადანაწილებულია თავისთვის ბატონო, რომელ საქონელს რა, ანუ როგორი ის უნდა მიეცეს, რა ქვია, საკვები გადამუშავებული და всё, მორჩა იქ მსგავსი რაღაცა, ეგეთი რაღაცა არ ყოფილა ბატონო და ეს ადამიანი რო იძახის რომ მთელ სოფლიოში დაკეტილია და რაღაც არაფერი დაკეტილი არ არის. ანუ თუ გინდა ბატონო მისვლა უნდა დაურეკო, ესე არ არის აქ ეხა რომ მიხვიდე და კარზე დაუკაყუნო და ეს რა ქვია, მიხვიდე რა მიადგე უბრალოდ. არ არის ეგრე რა. მიდიხარ ჩვეულებრივად ბატონო ურეკავ ადამიანს, ეკითხები რომ აი შეიძლება მოვიდეთ და აი მაგალითად ბავშვი ყავს და გვინდა რომ დავათვალიერებინოთ. არანაირი პრობლემა არ არის. არ გეტყვიან იმას რომ აი იცით რა არის, ეხა შესვლა არ შეიძლება და რაღაც. არა, ღიაა ბატონო, ის ღია ტერიტორია ზამთარში რა თქმა უნდა დახურულია, იმიტომ რომ სიცივე რო არ მოხდეს, თქვა და არ გაცივდეს ბატონო სახონელი და არ ნუ პრობლემა არ შეექმნეს ადამიანის ბიზნესს, მაგრამ ზაფხულში ბატონო ღია, მიდი თუ გინდა ეხა იმას არ მობორო რაღაცა გადაზურე და სურათების გადაღება და რაღაცა. არა, უბრალოდ აი მიხვალ ფერმას და ნახავ ჩვეულებრივად რა. ეხა უბრალოდ არ მინდა ჩემგან შორია ბატონო ეს ფერმა და კიდე სხვა ფერმების ბატონო, სადაც არ ვიცნობ მე და ნაცნობი არ ამყავს ისე, შემიძლია მივადგე ბატონო, გამოვესაუბრო, დაველაპარაკო, აგერ ვეტყვირო, თქვათ ისეთ ფერმაშიც შემიძლია მივიდე, სადაც მაგალითად საკვები კი არ იყიდება და მაღაზიის გამოვახთ ურთიერთობა ხალხთან. არა, აი ესე უბრალოდ მივალ და ვეტყვი გამარჯობათ ბატონო, ეს ხო არ ყიდით ბატონო საკვებს. თუ მეტყვის რომ არა, შეიძლება ბავშვს ვანახო, თქვათ სახონელი, კი ბატონო იტყვის და წამო ნახავს რა. მეტი კი არაფერი ეხა. ჰაბიტუსმა შეიძლება შეაშინოს, მაგრამ რა ვიცი ხო რა. მაინც ადამიანურად წყნარად და შეიძლება მიხვიდე და გააკეთო რა. ხო და რა ვიცი ეხა დანარჩენი კიდე ამ ადამიანზე მე პირადად არაფერი არ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მე მას პირადად არ ვიცნობ. უბრალოდ ერთი ის ვიცი რომ ბოდბის მონასტერი ბატონო თავიდან აი სხვათა შორის ხალხი ცხოვრობდა. ეგ ტერიტორია იყო დასახლებული და ბაგად იყო გადაკეთებული. სხვათა შორის სახონლები შეყავდა თვითონ ტაძარშივე პირდაპირ. და ესე იგი მანდ როცა დრო იყო მეუფე ათანასე იყო ესეთი ჩახვაშვილი, რომლის ინიციატივით დაიწყო ამ მონასტრის გასუფთავება და ფინანსური საკითხები, რომ ეს ხალხი უსახკაროდ, ანუ გასახლება რომ მოხდა, ეს სახლი, ბატონო, ეს სახლები და ამ ხალხის ეს დაორგანიზება ამ ყველაფერს რომ უსახკაროდ არ დარჩნენ და რახან ეკლესიას ტოვებენ რომ მათ საცხოვრებელი ქონდეთ ეს გააკეთა ბატონო იყო ასეთი კაცი ღმერთმა აცხონოს მისი სული ნუღლა იცოდით ნუღლა ბაკაშვილი იყო ესეთი პიროვნება რომელმაც ეს გააკეთა და მე ვფიქრობ რომ ბოდბის მონასტერში სანამ ვიღაცა ესე თავაწეული ივლის და თავის თავს მიაწერს რაღაცა იქ ყვავილების დათესვას და რაღაც ასფალტის გაკეთებას და ასე შემდეგ და იქ მერე ხეების ჭრას და ასე შემდეგ. მანამდე ეს ორი ადამიანი არის თავიანთი ოჯახებით გასახსენებელი რა, იმიტომ რომ მათიდან დაიწყო ეს ყველაფერი რა. ხო და ეხა არ ვამბობ იმას რომ ამ კაცს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა რომ ეხაც რომ ვინმე ყოფილიყო გაასახლოს და სახლს უყიდიდა თქვათ იქ და სხვა ადგილზე აცხოვრებდა. ნუ ეხა უფრო ძვირი იქნებოდა სახლები ალბათ. მაგრამ ნუ მე ის ვიცი რომ მეუფე ათანასე ჩახვაშვილმა ბატონო თავის ოჯახის წევრებთან ერთად და ნუღლა ბაკაშვილმა ბატონო რომელიც მოიკითხეთ ეს ვინ არის ეს ადამიანი და რეებია გაკეთებული და აი მაგ ადამიანების დამსახურება არის რომ ეგ მონასტერი რესტავრირდა, გაკეთდა, გასუფთავდა ბატონო და სხვათა შორის ის არის რა ქვია იმას. არ ვიცი ეხა იქ ტაძარში ანუ გაკეთებული არის თუ არა, მაგრამ ტაძარში უნდა იყოს ეს ისტორია დარჩენილი რომ ვინ იყო ეს ხალხი და ვინ გააკეთა. ეს იყო და ეს და რაც შეეხება კიდე რძე არ არის
კარგი სასმელი ჯანმრთელობისთვის. ეს არის საბჭოთა დროს გადმონაშთი, რომ აი ბავშვს უნდა მისცე თურმე და ეს ის არის რა ქვია იმხელა ვიტამინებს იძლევა და რაღაცა, არა ბატონო, ძროხის რძე, კალცი გააქვს ბატონო ორგანიზმიდან. ასევე აქვს ლაქტოზა და ეს ჭიყვი ვისაც აქვს მაგალითად იმ ადამიანებისთვის საერთოდ არ შეიძლება. რძის ნაწარმი ეს სხვა არის, აი ყველზე და იმაზე ხაჭოზე არ მოგვ. მე ვამბობ აი თვითონ რძე, ის გადამუშავებული უკვე სხვა ეს არის ბაქტერიების დამატებით და რაღაცა, ის უკვე იღებს იმ სახეს რაც უნდა იყოს. და ამიტომ უკეთესი არის მაგალითად ვისაც თქვა რძის გარეშე არ შეუძლია თხის რძე უფრო უკეთესი არის, იმიტომ რომ მასში არ არის ლაქტოზა. ხო და აი ამაზეც რო გამომახვილოთ ყურადღება, კარგი იქნება რომ ანუ რძე არ ჩავთვალოთ ისე რომ აი ახლა რძე მოგვიწამლეს და ამით ჩვენი რაღაცა ყოფიერება დასრულდა. იმიტომ რომ თუ ეხა ვიღაცა რაღაც ქრისტიანული კუთხით აკეთებს ამის გამახვილებას და რაღაცა, იმიტომ ამბობ რა, ანუ რძის გარეშეც იცხოვრებს ადამიანი, ისე ვამბობ უბრალოდ რა, აი რძე თუ არ დალია ეხა, ისე ვერ იმას იზავს რა რაღაც ძალას ვერ მიიღებს და ჯანმრთელობას დაკარგავს, არა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ძროხის რძე, ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბატონო ქართველ ექიმებთან ყველასთან არა. იმიტომ რომ ზოგიერთი იქ ექიმი არის, რომელიც საერთოდ ისეთ რაღაცას გირჩევს, რომ კურნალობს კაცი კუჭზე და დაგიავადებს ღვიძლს, ანთირკველებს გაგიჩერებს, არის ესეთი ექიმების ბატონო და ამიტომ ამას რო არ აი მიხედეთ მაგალითად არის ინტერნეტში დოქტორი ბერგი, დოქტორ ბერგ. ინგლისურადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ბატონო, ქართულად არ ვიცი თუ ვინმე აკეთებს მის ვიდეოებს, აი მოусმინეთ ამ ადამიანს, კაცი რომელმაც პროფესიონალურ დონეზე იცის თქვათ რა რაციონი ჭირდება ადამიანს, აი რავი, თავისი ყველაფრით. ამიტომ რძის გარეშეც შეგვიძლია გავძლოთ რა. მაგრამ ნუ აი უსულგუნოდ ცოტა ძნელი არის, ხო, იმიტომ სულგუნი მაგარი არის. კარგ დღეს გისურვებთ და ფრთხილად იყავით რა. ფრთხილად იყავით, მოუფრთხილდით ერთმანეთს, ხო და რძეს და ვიღაცა ბიზნესმენებს არ დავაღუპინოთ თავი რა.